13 წლის მათე ხიდეშელია. მათე ხიდეშელი ქალაქი თბილისიდან. ნიჭიერში იმიტომ მოვედი, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მე ვარ შეყვარებული ერთ გოგონაზე. I do it for the ladies. ჩემ გამოსვლა სიზღნი იმ გოგოს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჟიურის ძალიან მოეწონება ჩემი გამოსვლა, იმიტომ რომ ჟარგონულად რო ვთქვათ, კაიფობ. თან ძალიან ბევრს. ჩაიხრა და უწყვნით შეყვარებ, უწყვნით. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვია? მათე. და რამდენი წლის ხარ მათე? 13-ის. რატო გადაწყვეტე რომ პროექტ ნიჭიერში მიგიღო მონაწილეობა? იმიტომ რომ ჩემ გამოსვლას უძღვნი ჩემ საყვარელ ადამიანს. მაიცა ვის? ჩემ შეყვარეულს. ოჩა მათე. დარბაზშია შენი შეყვარებული? არა. არა? აბა სად არის? ალბათ სახში. ცეკვავ თუ მღერი ხარ, ასაკეთებ. დიახ, ცეკვავ. კარგი, დავიწყოთ. ყველაფერი ეთქვა მის შეყვარებს. ვიკასკულის საბოლოოდ მოიგო მათე. იმან გადახაო, იმან. მათე, ძალიან კარგი ბავშვი ხარ, ეფექტური, მაგრამ მე შეკითხვა მაქვს, ეს ყველაფერი შენით ისწავლე, ხო? თვითონ სწავლი მუსიკაში. რა ვიცი, მე შემიძლია ვთქვა, რომ გასაგებია საყვარელი ბავშვი ხარ რაღაც, მაგრამ უფრო მეტი იყო საჭირო სცენაზე, ჩემი აზრით. მოდი მეც რას ვიტყვი? კაცმა არ იცის რას ცეკვავ და რას აკეთებ, მაგრამ აშკარად გაქვს იუმორი, რაღაცა მოიგონი, რაღაცა სიუჟეტი, გადასვლები, გადმოსვლები და ძალიან კარგი არის, რომ ამას აკეთებ შენთვის უსაყვარლესი ადამიანის თავს. მე ვფიქრობ, რომ იყო საინტერესო ჩანაფიქრი და მართლა კარგად გამოგივიდა ყველაფერი, რაც გააკეთე, ემოციურად და ძალიან საყვარელი ხარ. დას ამბობ. მე ჩემი კომენტარი თქვი, მე ალბათ არას ვიტყვი. შენ სოფო? მე ვამბობ კის. ჰალო. სოფო კი, ერთი არა და გეგა. სუდათა გაქვს საქმე, კიდე მოგიწევს გამოსვლა, ორი კი გაქვს. მათეს გაუმართლა. სურვილიც აისულა და მეორე ტურშიც გადავიდა.